ფოტოგრაფის გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. ამ მოძრაობას ვაიმარის გერმანიაში ათასობით წევრი ჰყავდა. მოყვარული ფოტოგრაფები მალე დაეპატრონნენ აპარატს, რომელიც გაბატონებული კლასის თავისუფალი დროის მოსაკლავად შეიქმნა. ავტორობასთან ერთად მათ მიითვისეს ის თვალთახედვაც, რომელიც ავანგარდის შემოქმედთა პრივილეგიად ითვლებოდა. ფოტოგრაფია საშუალება იყო, ეჩვენებინათ სიღატაკე და რაც მთავარია, ევროპელ მუშათა ახალი მტერი, უმუშევრობა. ბერტოლდ ბრეხტის ზლატან დუდოვის ფილმში კულე ვამპე ანუ ვის ეკუთვნის სამყარო, უმუშევრები მთელ ბერლინში სამუშაო საძებნელად დარბიან. გერმანიაში 6 მილიონი კაცი უსამსახუროდ დარჩა. უმუშევრები კომუნისტური პარტიის წევრთა 80%-ს შეადგენდნენ, მაგრამ მათ რიგებში ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია, ანუ ნაცისტური პარტია, თავის ახალ წევრებს პოულობდა. კვალიფიციური მუშები კი ძირითადად სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უჭერდნენ მხარს. 1933 წელს წელში გადატეხილმა გერმანიის სასოწარკვეთილმა მუშათა კლასმა ჰიტლერის ქვეყნის სათავეში მოსვლას ხელი ვერ შეუშალა. გერმანია იმ დროს უკვე სიმენსის ქარხნებს ფლობდა. ჰიტლერმა თავი კონსერვატორ რევოლუციონერად წარადგინა. მის პარტიაში უამრავი მუშა გაერთიანდა. 1933 წელი. ქალები დროშებს ამზადებენ. ხვალ 1 მაისს გაიმართება ნაცისტური ზეიმი, რომელიც თავგზის არევის ოსტატმა ჰიტლერმა შრომის ეროვნულ დღესასწაულად აქცია. გვესაუბრება ისტორიკოსი თომას ლინდენბერგერი. უნდა გვახსოვდეს, რომ ამისთვის მუშათა რამდენიმე თაობა იბრძოდა. დიახ, მრავალი თაობა გამოდიოდა ქუჩებში 1 მაისს. ზოგი იმიტომ, რომ სამსახური დაკარგა. ზოგი კი პოლიციას მხოლოდ იმისთვის ებრძოდა, რომ ეს დღესასწაული აღენიშნა. ხალხი თავის საკვირაო და სადღესასწაულო სამოსს იცვამდა. მერე კი უცებ ახალმა რეჟიმმა გამოაცხადა, ეს დღე მშრომელთა პატივსაცემი ეროვნული დღესასწაულიაო, ხოლო ჰიტლერმა თავის ერთ-ერთ სიტყვაში განაცხადა: მუშებო, თქვენ ყველაზე ღირსეული და ფასეული გერმანელები ხართ. თქვენ გაცილებით მეტად ფასობთ, ვიდრე საწარმოთა მეპატრონეები და ხელმძღვანელებიო. ამ ჭკვიანური სვლის უკანა მხარე კი სინამდვილეში ის გახლდათ, რომ უკვე 2 მაისიდან ყველა პროფკავშირი აიკრძალა. ხოლო პროფკავშირების წევრები გერმანულ შრომის ფრონტში შეიყვანეს. ანუ შეიყვანეს მასების ორგანიზაციაში, რომელიც მუშებსა და საწარმოთა მეპატრონეებს აერთიანებდა. ეს ფაქტი მუშათა ორგანიზაციების გავლენისა და დამოუკიდებლობის სრულად დაკარგვას და მათი ყველანაირი ქონების კონფისკაციას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, შრომის ფრონტი ზოგიერთ მუშას რაღაც სოციალური თუ პოლიტიკური ხასიათის კომპენსაციას სთავაზობდა. მაგრამ მუშებმა დაკარგეს ყველანაირი უფლება, ყველანაირი გავლენა და ამასთანავე საწარმოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებაც. აი ეს მოხდა რეალურად. ეს ნამდვილად ძალიან დიდი დამარცხება გახდათ. 1933 წლიდან საკონცენტრაციო ბანაკები გაიხსნა. მათში ათასობით კომუნისტი და პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩაამწყვდიეს. პარალელურად ნაცისტური ხელისუფლება ცდილობს მუშებს აამოს. მიზნად დაისახეს საწარმოთა მოდერნიზება და იმის მიღწევა, რასაც პროპაგანდა სამუშაო ადგილზე ბედნიერებას ეძახდა. მოეწყო ტუალეტები, სასადილოები, დასვენების ადგილები.
პოპულარულმა პროგრამამ ძალა სიხარულისგან, რომელიც მუშათა თავისუფალ დროს მიეძღვნა, მასობრივი ტურიზმის მეთოდი მოიგონა. ფაშისტები გემებით დიდ მოგზაურობებს აწყობდნენ, რამაც გერმანელ მუშებს ევროპის პორტების ნახვის საშუალება მისცა. მუშა ტურისტებს ახლდნენ გესტაპოს აგენტები, რომელთაც გემი სამუშაო უადვილებდა, რადგან გემიც ისეთივე შეზღუდული სივრცეა, როგორც ქარხანა ან ბანაკი. ყოველდღიურ რეპრესიებს, თვალთვალს, დასმენებს სამუშაოდან და წინააღმდეგობის რამდენიმე ფაქტს არანაირი ფოტომტკიცებულება არ დაუტოვებია. ერთის გარდა, რომელიც 1936 წელს ჰამბურგის პორტში შემთხვევითაა გადაღებული. 100,000-ობით მუშა ჰიტლერს ნაცისტურად ესალმება. და ამ ბრბოს შუაგულში დგას ერთი კაცი, გადაჯვარედინებული ხელებით. ერთადერთი კაცი, რომელიც ამ კოლექტიური კატასტროფის წიაღში მუშათა წინააღმდეგობას ასახიერებს. არტე ფრანსის, ლე ფილმ დისის და AB პროდუქციონის ერთობლივი ნაწარმოები. ფილმი გადაღებულია ტუტ ლისტუარის მონაწილეობით. სცენარის ავტორი და რეჟისორი სტან ნემანი. მუშების დრო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში რევოლუციებით, დამარცხებებით, მაგრამ ამასთან პოლიტიკური და სოციალური მიღწევებით გაჯერებული 200-წლიანი ბრძოლის შემდეგ ევროპის მუშებმა გააცნობიერეს, რომ ერთ კლასს შეადგენდნენ. ახლა ეს კლასი დანაწევრებული იყო. ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში ის მდუმარე და უძლურ ორგანოდ იქცა. დემოკრატიულ პარლამენტებში კი ნამდვილ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. საბჭოთა რევოლუციის მოჩვენებითი წარმატებით აღდგინებულ ამ კლასს ნათელი მომავლის სჯეროდა. განადგურების დრო. აღზდექით ბედკრულ ნოამა ქვეყნისა, აღზდექით თუსაღნო შიმშილობისა, გრგვინავს კრატერში ლავა სიმართლისა, ამზადებს დასასრულს ჩვენი დანჯვისა. 1932 წელს კარლ მარქსის გარდაცვალების 50 წლის თავზე კომპარტიის წევრები ბელგიაში, ბორინაჟის რეგიონში ზევით აწეული მუშტით მიაბიჯებდნენ. გამოწვევის და სიბრაზის მაჩვენებელი ეს ჟესტი პირველად გეორგ გროსის სურათზე გამოჩნდა. სურათი ბერლინში დაღუპული რევოლუციონერების ხსოვნას მიეძღვნა. მოღერებული მუშტი ჯერ გერმანელმა კომუნისტებმა გადაიღეს. შემდეგ ევროპას მოედო და ნახევარი საუკუნის განმავლობაში მებრძოლი მუშათა კლასის სიმბოლო იყო. საფრანგეთში ის 1936 წელს გამოჩნდა, როცა არჩევნებში კომუნისტებისგან შემდგარი სახალხო ფრონტის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში 12,000 საწარმო გაიფიცა. მათგან 9,000 მუშებმა დაიკავეს. არც ერთ ინდუსტრიულ ქვეყანას არ ენახა ასეთი მასშტაბის და ასეთი ხანგრძლივი აქცია. ეს იყო რევოლუციური დღესასწაული. გააპროტესტეს 48 საათიანი სამუშაო კვირა. მოაწყვეს მეწარმეთა ჩამოხრჩობის ინსცენირება. თან სამუშაო დროის და მუშაობის ტემპის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. სამკვირიანმა გაფიცვამ მიზანს მიაღწია. 40 საათიანმა სამუშაო კვირამ და ფასიანმა შვებულებებმა სამუშაო პირობები შეცვალა. გვესაუბრება ისტორიკოსი მარიონ ფონტეინი.
მუშათა გაუცხოება მსოფლიო ომების შუა პერიოდიდან დაიწყო და 50-იან, 60-იან წლებამდე გაგრძელდა. ეს იყო დრო, როცა მუშებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად სჯეროდათ ის, რაც კარლ მარქსმა დაწერა, ანუ ის, რომ შრომა ადამიანის ცხოვრებაში თავისუფლების მომდანი იქნება. შეიძლება რეჟიმი შეიცვალო, შეიძლება კაპიტალისტური წყობა დაამხო, მაგრამ დიდ ქარხნებში შრომა მუშებს მაინც გააუცხოებს. კოალიცია სახალხო ფრონტის მთავრობა ალბათ ერთ-ერთი პირველი მთავრობაა, რომელიც ამ პრობლემის პირდაპირ აღმოჩნდა. ფასიანი შვებულებები და თავისუფალი დროის ორგანიზება პასუხის ერთგვარი ფორმა იყო, მაგრამ იმავდროულად გახლდათ უმწეობის მტკიცებულება, რომელიც ამბობდა, რაღაცნაირად მაინც გარდაუქმნით შრომის პროცესს, რომ ამგვარი შრომის ჩარჩოებში მუშის უფლებები დაცული იყოსო. მაშასადამე მეწარმეებთან სოციალურ დემოკრატიაზე მოლაპარაკება არ უწარმოებიათ. უბრალოდ მუშებს კომპენსაციის სახით შესთავაზეს ადგილები ქარხნის ფარგლებში, სადაც მუშა თავისუფლად იგრძნობდა თავს. მუშების წარმოდგენაში სახალხო ფრონტი დიდ ზეიმად რჩება. ეს ალბათ ერთადერთი პერიოდია, როცა მუშები ბედნიერებით ჩანან. გერმანულ და საბჭოთა კლიშეებს თუ არ ჩავთვლით. ზეიმები მხოლოდ გასართობად არ ეწყობა. ისინი საწარმოთა მფლობელებს ეუბნებიან, ქარხანა სახლი არაა. და მუშებიც ნუ გგონიათ თქვენი შვილები. ვალდებული არ ვართ, გიერთგულოთ. ამიერიდან მუშების შრომა სახელმწიფო სექტორის საკუთრებაა. მუშებმა იციან, რომ ზეიმი უსასრულო არ იქნება. ისიც იციან, რომ ახლად მოპოვებულ თავისუფლებას ვეღარავინ წაართმევს. სამუშაო. მუშაობა განახლდა. ერთი პროვინციის ქარხანაში იმისთვის, რომ სამსახურში ხელახლა აეყვანათ, მუშებს უნდა გადაეწერათ და ხელი მოეწერათ შემდეგი სახის განცხადებაზე. ვნანობთ რა ჩვენს სუდ საქციელს, ანუ იმას, რომ გავიფიცეთ, გთხოვთ გვაპატიოთ, სამსახურში დაგვაბრუნოთ და საშუალება მოგცეთ ჩვენი დანაშაული სანიმუშო საქციელით გამოვისყიდოთ. ნახეთ, როგორ ვსვამ. Juillet 1936 წელს საფრანგეთში მოწყობილი გაფიცვიდან ერთ თვეში ესპანეთში რევოლუცია მიფეთქა. ის გენერალ ფრანკოს მიერ ახალგაზრდა რესპუბლიკის დამხობის მცდელობამ გამოიწვია. გეგმა ჩაიშალა. დაიწყო სამოქალაქო ომი. ფრანგი მუშებივით ეს მებრძოლები ფაშისტთა დასამარცხებლად მიდიან და ინტერნაციონალის ჰანგის თანხლებით მუშტაწეული მიაბიჯებენ. მაგრამ სხვა მოძრაობის ტრადიციებს აგრძელებენ. ანარქისტები არიან. ესპანეთში ანარქისტული ორგანიზაცია პოლიტიკურიცაა და სინდიკალისტურიც. მას SNTF აიქვია. მე-19 საუკუნიდან ანარქიზმი და კომუნიზმი მეტოქეებად იქცნენ. კომუნისტები მარქსის მიმდევრობას იჩემებენ და ცდილობენ სოციალიზმი ააშენონ. ანარქისტები კი ბაკუნინის იდეებით ხელმძღვანელობენ და უნდათ პირიქით სოციალური წესრიგი დაანგრიონ. ამისთვის ბევრი საშუალებაა. გაფიცვები, თავდასხმები და სახიდლებზე პროლეტარულად სიარული. ანუ მაღაზიის ძარცვა, რესტორანში უფასოდ მოლხენა, დაყაჩაღება. მოკლედ, მარქსისტებისგან განსხვავებით, რომელთაც ცენტრალიზებული და ზემოდან დაგეგმილი ეკონომიკის წამთ, ანარქისტები კვლავ მუშათა თვითმმართველობაზე ოცნებობენ. ანუ თუ მეპატრონეები აღარ ეყოლებათ, ქარხნების მართვას მუშები შეძლებენ. ესპანეთის ანარქისტული მოძრაობის ცენტრი კატალონია და პირველ რიგში ბარსელონაა.
იქაური ანარქისტი მუშების უმრავლესობა უმუშევრობამ ძალიან დააზარალა. ესპანეთის ღატაკი რეგიონებიდან ჩამოსულები ახალი გარეუბნების კვარტლებში, ბარიოებში სახლდებიან. აი იმ ანარქისტული ბარსელონის ნარჩენები, რომლებმაც ქალაქის გაკეთილშობილების პროცესს გაუძლო. სხვა ყველაფერი ბრძოლის ხსოვნასთან ერთად გაქრა. ისმინეთ მოკვდავნო წმინდა მოწოდება ანარქიის და სოლიდარობის. ისმინეთ ხმაური, ეს ბომბისკდება დამცველთა ჩვენი თავისუფლების. მარად ტანჯული მუშა აცხადებს, რომ ანარქია გაბატონდება, თავზე დავიდგამთ დაფნის გვირგვინებს, ყველა ბურჟუა დაგვმორჩილდება. El obrero que sufre y proclama la anarquía del mundo al través. Coronada su sien de laureles y a sus plantas rendido el burgués y a sus plantas rendido el burgués. ანარქისტთა ეპოპეის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი 30-იანი წლების დასაწყისში პირინეებში, ბარსელონადან 100 კილომეტრში მოხდა. ფიგლსის გრაფი, რომლის სახლს დღეს საქორწინო სურათების გადაღებისას დეკორაციად იყენებენ, ნახშირის საბადოებს ფლობდა. ღარიბი სოფლებიდან ჩამოსული მუშები მთის ფერდობებზე მაღაროელთა სოფელში ცხოვრობდნენ და პატრონზე იყვნენ დამოკიდებული. მაღაროელები 1932 წლის იანვარში აჯანყდნენ. ანარქისტული სახალხო რესპუბლიკა მოითხოვეს და სჯეროდათ, რომ ყველა მხარს აუბამდა. ამბოხებულთა კომიტეტის ოთახი. მითად ქცეული იმ პერიოდის სურათი. საქმეში ჯარი ჩაერია. 5 დღის შემდეგ მაღაროელები ჩაბარდნენ. 40 მაღაროელი აფრიკასა და კანარის კუნძულებზე გადაასახლეს. მაგრამ ანარქისტთა ლიდერებისთვის დამარცხებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისინი მას ერთგვარ რევოლუციურ ტანვარჯიშად თვლიდნენ, რისი მეშვეობითაც მასები პოლიციის და ჯარის შიშის დაძლევას სწავლობდნენ. En juillet 1936, 1936 წლის ივლისში, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, ანარქისტებს ეგონათ, რომ სოციალური რევოლუციის დრო მოვიდა. მათი თაოსნობით ბარსელონაში 3000-ზე მეტი საწარმოს კოლექტივიზაცია მოხდა. მათ მუშათა კომიტეტები მართავდნენ. სასტუმრო რიცის რესტორანი სამხედრო სასადილოდ გადააკეთეს. თვითმმართველობაზე გადავიდნენ ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც იარაღსა და საკვებს აწარმოებდნენ. თვითმმართველობაზე გადავიდნენ სალონები, ჰოსპიტლები, ტრანსპორტი. მაგრამ ქალაქი და მისი მილიონიანი მოსახლეობა რომ აცხოვრო და თან ფრონტს საჯარო პროდუქცია მიაწოდო, უნდა გყავდეს ხელმძღვანელები, რომლებიც მუშაობის ორგანიზებას იტვირთებენ და მუშები, რომლებიც იმუშავებენ. ეროვნული კონფედერაციისა და კომუნისტური პროფკავშირების თვითმმართველობას პირველივე თვეებში გაუჩნდა შრომის ნაყოფიერების, ვარდნის, გაცდენებისა და გრაფიკთან თუ ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები. ანარქისტი ლიდერები ცდილობდნენ მასები ახლებურად აღეზარდათ. ამ მიზნით დაამკვიდრეს ახალი წესები, რომლებიც უცნაურობამდე ჰგავდა ძველ კაპიტალისტურ წესებს.
გასაკვირია, მაგრამ ზოგიერთი წესის მიხედვით სამუშაო საათებში სიმღერა იკრძალებოდა. ფრონტი მარაგდებოდა. ამან კი ქალი მუშების ემანსიპაცია მოითხოვა. თავისუფალ ქალთა კოლექტივმა წამოაყენა პროფესიული მომზადების, სექსუალური თავისუფლებისა და განათლების მოთხოვნები. ანარქისტებს ეს არ მოეწონათ. მიაჩნდათ, რომ მთავარი იყო სოციალური რევოლუცია მომხდარიყო. ქალების ემანსიპაცია კი მერე მოვიდოდა ავტომატურად. მანამდე ფილმებში უჩვენებდნენ ქალებს, რომლებიც ქსოვდნენ და კაცებს ხის თოფებით. ანარქისტებს საფრანგეთი და ინგლისი იარაღის მოწოდებაზე უარსეუბნებოდა. სამაგიეროდ ფრანკოს ჰიტლერი და მუსოლინი ამარაგებდნენ. მუშებმა მობილიზება დაიწყეს. მთელი მსოფლიოს მებრძოლები ესპანეთში ფაშიზმთან საბრძოლველად მიდიოდნენ. კომუნისტთა და ანარქისტთა კონფლიქტებისგან დასუსტებული რესპუბლიკის გადასარჩენად ენთუზიაზმი არ კმაროდა. 1939 წელს ფრანკისტებთან დამარცხდნენ. 500,000 კაცი დაიღუპა, 500,000 კი გადაასახლეს. ბელგიაში, სერენში, მუშათა მუზეუმში პატარა ქანდაკებას მუშტის ზევით აქვს აწეული. ეს იყო დამარცხება და მოსალოდნელი კატასტროფის პროლოგი. ეს კით გილდარტია, მანჩესტერიდან. ის ისტორიკოსი და ყოფილი მაღაროელი გახლავთ. კითის ოჯახში დიდი ბაბუიდან მოყოლებული ყველა მაღაროში მუშაობდა. მამის და ბიძამისის ჩათვლით, ბიძა მაღაროელთა ეროვნული პროფკავშირის წევრიც იყო. ბიძა ჩემის ქვრივია, ახლა 91 წლისაა. ოდავ კითხე, როგორი ცხოვრება გქონდათ მაღაროელთა დასახლებაში მეთქი. გაოცებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ ყოფილ პოლიტიკოსებზე ძალიან ცოტა რამ თქვა. სამაგიეროდ ბევრი ლაპარაკა იმაზე, თუ რა ძნელი იყო ბავშვების გაზრდა. რა დაბალი შემოსავლები ჰქონდათ 1930-იან, 40-იან წლებში. კიდევ ქალების ცხოვრებაზე. ძირითადად ქალებზე ლაპარაკობდა. იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ქალები თავისუფალ დროს. კინოში ან ცეკვის საღამოებზე დადიოდნენ. ჭორაობდნენ. პატარ-პატარა ოჯახურ დრამებზეც მელაპარაკა. დაძაბულობებზე მაღაროელებსა და მათ ცოლებს შორის. ქმარი ან ოჯახის სხვა წევრი დუქნიდან ყოველდღე მთვრალი ბრუნდებოდა. თან ხშირად თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს. სწორედ თამაშს და ლოთობას მოჰყვებოდა ოჯახური ძალადობა. მაშასადამე მაღაროელთა დასახლებებს, მუშათა კლასის დასახლებებს თავისი ბნელი მხარე ჰქონდა. უთანხმოებები, სიღარიბე, კონფლიქტები. ასეთ რაღაცებს იშვიათად თუ ახსენებენ ტექსტებში, რომლებიც მაღაროელთა დასახლებებს ეხება. სიმართლეს მუშათა კლასის გმირული სახით ნიღბავენ. ბნელი მხარე იყო ერებს შორის კონფლიქტებიც, რომლებიც 30-იანი წლების სამყაროს აშფოთებდა. 1934 წელს ლეფორეში ფრანგი მაღაროელები აშკარად დაუპირისპირდნენ პოლონელ იმიგრანტებს, რომლებიც გაიფიცნენ, ფრანგებმა კი მხარი არ აუბეს. 77 პოლონელი მაღაროელი გააძევეს და პოლონეთში დააბრუნეს. 1934-35 წლებში საფრანგეთის მთავრობა გაძევებას სულ უფრო სისტემატიურ ხასიათს აძლევდა. ასე გააძევეს 120,000 პოლონელი, რომლებსაც არეულობებს, უმუშევრობას და კრიზისებს აბრალებდნენ. ღარიბი ქვეყნების მუშები უკეთესი ცხოვრების საზებნელად მთელ ევროპას მოედნენ. სხვაობა დიდი იყო. მაშინ, როცა ბევრ რეგიონში სიღატაკე ძველებურად ბატონობდა, ბორინაში, სილეზიაში, კატალონიაში და სხვაგან, კვალიფიცირებული მუშები საუკეთესო საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს უშინაურდებოდნენ.
ამ ფაქტს შედეგიც მოყვა როტერდამში ვან ნელეს ფაბრიკაში. ის 1930 წელს ამერიკული ფორდიზმის შთაგონებით აშენდა. ხელმძღვანელობის აზრით წარმოების რაციონალიზაცია და უკეთესი მომსახურე პერსონალი შრომის ნაყოფიერებას გაზრდიდა. მუშების ტუალეტებში ამერიკული ონკანები ეყენა. კარგად განათებულ სასადილოებში კი მუშებისთვის თვალყურის დევნება ადვილად შეიძლებოდა. ასეთი მიღწევები ბევრი არ იყო. საწარმოთა გონიერი მეპატრონეების ან მუნიციპალიტეტების ინიციატივა ბინების საკითხშიც გამოიხატა. 1929 წელს ვენაში სოციალისტურმა მუნიციპალიტეტმა კომპლექს კარლ მარქსში მუშებისთვის 1382 ბინა ააშენა. ქვეყანა, რომელიც აცხადებდა, რომ მუშათა კეთილდღეობის მიღწევის სისტემატიური პოლიტიკა ჰქონდა, ნაცისტური გერმანია იყო. ამ სისტემის სიმბოლოდ იქცა Volkswagen-ი, რომლის გამოშვება 1927 წელს დაიწყო. საუბრობს ისტორიკოსი თომას ლინდენბერგერი. წარმოიდგინეთ, თითოეულ გერმანელს დაპირდნენ, მანქანის საჭესთან დაჯდები და საკუთარი ავტომობილის მფლობელი იქნებიო. 20-იან წლებში ეს სრული უტოპია იყო. მერე კი უცებ 30-იან და 40-იან წლებში მანქანა სავსებით ხელმისაწვდომი გახდა. ეს შეგნებულად გაკეთდა იმ ყოჩაღი მშრომელების მოლოდინის თუ იმედების გასამართლებლად, რომელთა მრავალი თაობა მსგავს პროგრესს ელოდა, მაგრამ ერთმანეთს მიყოლებული უბედურებების გამო ყოველთვის იმედი უცრუვდებოდათ. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის 1929 წლის კრიზისის გამო ახლა მშრომელები ელოდნენ სტაბილურობის პერიოდს, რომელიც ადამიანთა დიდ რაოდენობას კეთილდღეობას მოუტანდა. იმ პერიოდის გერმანიაში იყო ერთი ძალიან პოპულარული წიგნი, რომელსაც ყველა სახლში ნახავდით. ეს იყო ჰენრი ფორდის „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიღწევები“, რომელიც დაწრულებით გვიხსნის, რა ხერხებით მიაღწია ფორდმა წარმატებას. ნაცისტები ძალიან აფასებდნენ ფორდს როგორც ავტორს, რადგან მისი იდეები საზოგადოებრივი აზრის შექმნის მათეულ კონცეფციას შეესაბამებოდა. ნებისმიერს შეეძლო წაეკითხა და ეფიქრა, აი ასე უნდა ვიმუშაოთო. ხალხისთვის ეს წიგნი მაცდური პირობა იყო. ფორდიზმის და ნაციზმის დემონური წყვილისგან დაპყრობითი გეგმა იშვა. გერმანელი მუშების და თავის საკეთილდღეოდ გერმანიამ მთელი კონტინენტი უნდა დაიკავოს. კოლონიად უნდა აქციოს ევროპა ისე, როგორც ევროპამ აქცია კოლონიებად აფრიკა და აზია. 1939 წელს გერმანია პოლონეთში შეიჭრა. შემდეგ წელს ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში. მერე საბჭოეთზეც გაილაშქრა. დაპყრობილ ქვეყნებში გერმანია საწარმოებს, რესურსებს და მუშახელს ისაკუთრებდა, რადგან მობილიზაციის გამო მათ ნაკლებობას განიცდიდა. მუშებზე ასეთი ნადირობის შედეგად ომის დასასრულს გერმანიაში 7 მილიონი უცხოელი მუშაობდა. ბელგიელები, ფრანგები და ჩეხები იღბლიანები აღმოჩნდნენ. ზოგიერთი მოხალისე იყო, მაგრამ უმრავლესობა იძულებით წაიყვანეს სამუშაოდ, ისევე როგორც ტყვედ ჩავარდნილი ინგლისელი და ფრანგი რიგითი ჯარისკაცები. ოფიცრებს არ ამუშავებდნენ. იყო სლავური წარმოშობის ხალხი, რომლებსაც დაბალ რასად თვლიდნენ: პოლონელები, უკრაინელები, რუსები, რომელთაგან 600,000 ექსპლუატირებული ნაშიმშილები თითქმის მონათქცეული ტყვე იყო. ასევე იყვნენ რასობრივი ნიშნით დეპორტირებულნი ებრაელები. ის ხალხი, რომლებიც მაშინვე არ დახოცეს და სულს წამებით ხდიდნენ. ამ მეთოდს ნაცისტები მუშაობით გაჟლეტას ეძახდნენ. მაუთჰაუზენის ქვის კარიერი. საკონცენტრაციო ბანაკი. ზედამხედველობად SS-ელები იყვნენ, მაგრამ დიდ ქარხნებში ეს საქმე გერმანელ მუშებს ევალებოდათ. მოგვითხრობს ისტორიკოსი სტეფან ბერგერი.
ეჭვი არ არის, რომ ომის დროს ბევრმა გერმანელმა მუშამ ისარგებლა 7 მილიონი უცხოელი მუშის დამონებით, რადგან მონათა ამ არმიის არსებობა ბევრ გერმანელ მუშას ქარხნის იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალებას აძლევდა. მათ შეეძლოთ ბრიგადირები გამხდარიყვნენ, ან კიდევ უფრო უკეთესი თანამდებობა და ხელფასი მიეღოთ. ვფიქრობ, გერმანელმა მუშებმა არსებული რეჟიმის რასიზმით ისარგებლეს. ზოგიერთები იმ რასიზმს მიემხრნენ კიდეც, რათა თავისი ქმედებები საკუთარი თავის წინაშე გაემართლებინათ. ამდენად, არსებული რეჟიმის რასიზმი იქცა ძალიან მოხერხებულ საბაბად, რომელსაც ხშირად იმის გასამართლებლად იყენებდნენ, რაც ხდებოდა. საფრანგეთისა და ბელგიის რეგიონებში გერმანიის ოკუპაციის მიუხედავად 30-იანი წლების ბრძოლები ახსოვდათ. 1941 წლის გაზაფხულზე საზღვრის ორივე მხარეს მაღაროელები გაიფიცნენ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს უდიდესი გაფიცვა იყო. ათეულობით დახვრიტეს. ასეულობით საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. უმეტესი ვერ დაბრუნდა. საბჭოთა კავშირში გერმანიის ჯარის შეჭრის შემდეგ დამონებულ მუშათა წინააღმდეგობას სათავეში კომუნისტები ჩაუდგნენ. გაფიცვა, პროპაგანდა, საბოტაჟი, ბრძოლა. იტალიაში გარდატეხის პერიოდად იქცა 1943 წლის ზაფხული. მოკავშირეები ქვეყნის სამხრეთში გადმოსხდნენ და ფაშისტური მთავრობა ჩამოაგდეს. ტერნის სახერხი ქარხნის ბევრი მუშა შეუერთდა კომუნისტ პარტიზანებს, რომლებიც მთებში იბრძოდნენ. მათ შორის იყო რაზმის ჰიმნის ავტორი, დანტე ბარტოლინი. მხარი მხარს, მუშებო და გლეხებო. ერთად ვიბრძოლოთ სტალინის მოწოდებით. მხარი მხარს, პირველო პარტიზანებო. ტერზე გავიმარჯვებთ ერთობით. 1945 წელს, როცა ომი ფაშისტების დამარცხებით დამთავრდა, პარტიზანებმა, რომელთა უმეტესობა კომუნისტი იყო, უფრო შორს წასვლა განიზრახეს. გრამშის პარტიზანული რაზმის პოლიტკომისარი ალფრედო ფილიპონი გვიამბობს, რა საკითხზე მოუვიდა კამათი იტალიის კომპარტიის ლიდერთან პალმირო ტოლიატისთან. ვფიქრობდით, რომ ჯერ ფაშისტებს მოვიშორებდით თავიდან, მერე კი სოციალისტურ საზოგადოებას ავაშენებდით. მაგრამ ამ მეორე მიზანს ვერ მივაღწიეთ. ამხანაგმა ტოლიატიმ არჩევნების თემაზე სალაპარაკოდ ყველა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი და იტალიის კომპარტიის ყველა ლიდერი შეკრიბა. მერე სიტყვით გამოვიდა და თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, უნდა დავირაზმოთ, რათა უთუოდ გავიმარჯვოთ. მაშინ მე ხელი ავწიე და ვუთხარი, არ გეთანხმებით ამხანაგო მეთქი. რატომ მომკითხა? მე კი ვუპასუხე, იმიტომ, რომ ლენინმა თქვა, შაშვმა თუ ჩაგიფრინა სროლას აზრი აღარ აქვს, გვიანიაო. ჩვენი შაშვი ჩვენ წინ დღეს მიფრინავს და დღეს უნდა ვესროლოთ. მით უფრო, რომ იარაღი გვაქვს. ამ საქმისთვის გადავმალეთ. ასე რომ დროა ვიმოქმედოთ და სოციალიზმი დავამყაროთ მეთქი. გადაწყდა ტოლიატის და ჩემი წინადადებისთვის კენჭი ეყარათ. ტოლიატის წინადადებამ 4 ხმით მეტი მიიღო. ასე რომ ჩემი უარყვეს. პარტიზანთა მეთაურის მონათხრობი გვაოცებს, მით უფრო რომ სიტყვები, რომელიც ლენინს მიაწერა, ერთი მოხუცი ტერნიელი გლეხის გამონათქვამია. აი რას ამბობს ისტორიკოსი ალესანდრო პორტელი. მან სიტყვები შაშვს მაშინ უნდა ესროლო, როცა შენ წინ მიფრინავს, ლენინის ნათქვამად გაასაღა და შესანიშნავი მიგნება იყო, რადგან იტალიის ამ რეგიონებში, რომელიც კომუნისტური და წითელი იყო, მოკლედ ტოსკანის, უმბრიის რეგიონებში ყველა მონადირეა და ამ მიგნებამ სოციალიზმი, ხსენებული გამონათქვამი, ლენინი და ნადირობა ერთ ცნებად აქცია.
მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს განადგურდა მომდევნო ორი თაობის წლებში. ალტერნატიული საზოგადოების ეს იდეა, რომელსაც უბრალო ადამიანების და მუშათა კლასის წარსულში ჰქონდა ფესვი გადგმული. ბერლინი 1945 წელი. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ნანგრევებში იტალიელ პარტიზანთა ოცნება, სოციალისტური წყობის დამყარება ახდებოდა. (1952 წელი. აღმოსავლეთ ბერლინელი მუშები უყურებენ კორპუსს, რომელიც მათთვის საბჭოეთის მიერ დამყარებულმა სოციალისტურმა წყობამ ააშენა. მაგრამ არქიტექტორ ჰერმან ჰენსელმანის პროექტით აგებული ეს თანამედროვე კორპუსი მხოლოდ პროტოტიპია. მას გაგრძელება არ მოჰყოლია, თუმცა მთავრობა მის სურათებს ხშირად ათავსებდა მონუმენტურ ფრესკებზე, როგორც მუშებისთვის მიცემულ პირობას. ეს იყო მატერიალური კეთილდღეობის და ახალი სტატუსის პირობა. იმ მუშის სტატუსის, რომელიც სახელმწიფოს პატრონი გახდება. იმავე დროს ბერტოლდ ბრეხტი სცენაზე დგამს რუსი პროლეტარების ბრძოლას ცარიზმის პირობებში. Nur den Arbeitsplatz, wir brauchen die ganze Fabrik und die Kohle und das Erz und die Macht im Staat. So, das ist, was wir brauchen. Aber was bietet ihr uns an? So, das ist, was wir brauchen. Aber was bietet ihr uns an? ესე იგი, გაფიცვა. აღმოსავლეთ ბერლინის მუშებს თანამედროვე ტექნიკა რომ ჰქონოდათ, ალბათ ჩანაწერს გადაახვევდნენ და ამ სიტყვაზე გაფიცვა დაბრუნდებოდნენ. ესე იგი, გაფიცვა. სიტყვაზე, რომელიც თეორიულად მათი ლექსიკონიდან გამქრალი უნდა ყოფილიყო. კაპიტალისტურ ქვეყნებში გაფიცვა კანონიერ მოვლენად დარჩა. რკინის ფარდის მეორე მხარეს კი აბსურდად მიაჩნდათ. პროლეტარიატი იქ უკვე ხელისუფლებაში იყო. ცხადია, საკუთარ თავს ვერ გაეფიცებოდა. და თუ სოციალისტურად წოდებულ ამ ქვეყნებში მუშა ისე ურჩობს, როგორც უწინ, წესრიგისკენ უნდა მოუწოდონ. როგორც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტთა ბელადმა ზაპოტოცკიმ თქვა, იყო მუშა არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. მნიშვნელოვანი ფაქტი, მუშები აღლუმზე მოღერებული მუშტის ნაცვლად ქვეყნის ლიდერთა პორტრეტებით გამოდიან. პრესამ ქვეყნის მმართველ ზაპოტოცკის მუშების მამა შეარქვა. 1952 წლის შრომას ზაპოტოცკიმ შვილები რადიოთი დალოცა. ადრე შობის სიმბოლო ბაგაჟში მწოლიარე ახალშობილი ქრისტე და ბეთლემის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, რომელიც მას ზემოდან დაჰნათოდა. რატომ? იმიტომ, რომ ხატაკებისთვის უნდა შეეხსენებინათ თქვენი ადგილი ცხოველთა სადგომშიაო. ამას გვეუბნებოდნენ მდიდრები და გავლენიანები, მაგრამ დროება შეიცვალა. რევოლუციები მოხდა. პატარა ქრისტე კი დაბერდა, წვერი გაეზარდა და თოვლის ბაბუად იქცა. ის თოვლის ბაბუა ჩვენთან აღმოსავლეთიდან მოდის და მისი გზაც ვარსკვლავებით არის განათებული. მარტო ერთი ბეთლემის ვარსკვლავით კი არა, აუარებელი წითელი ვარსკვლავით, რომლებიც ჩვენი მაღაროების, ჩვენი ქარხნების და ჩვენი მშენებლობების თავზე ელვარებენ. ეს ვარსკვლავები სიხარულით გვამცნობენ, რომ თქვენმა დედიკუებმა და მამიკუებმა ჩვენი 5 წლების მეოთხე წლისთვის დასახული გეგმები წარმატებით შეასრულეს.
მაგრამ კომუნისტ მუშებს თოვლის ბაბუის აღარ სჯერათ. 1953 წელს აღმოსავლეთ ბერლინის მუშები აჯანყდნენ, რადგან გეგმა კვლავ გაუზარდეს, ხელფასები კი არა. დასავლელი ჟურნალისტების კამერების წინ ამბოხება საბჭოეთის ტანკებით ჩაახშეს. გონების გამოფხიზლებისას ბრეხტმა ასეთი გამოსავალი შესთავაზა. განამთავრობისთვის უკეთესი არ იქნებოდა ის ხალხი დაეთხოვა და სხვები აეყვანა. 1956 წლის ივნისში პოზნანში უცხოელი ჟურნალისტები არ ყოფილან. სტალინის სახელობის ელმავალ მშენებელი ქარხნის გაფიცულ მუშებს პოლიციელები ჩუმად უღებდნენ სურათებს. პური გვინდა, იძახდნენ მუშები. გაფიცვა ამბოხებაში გადაიზარდა. საქმეში